გუშინ ჩვენ ვიყავით აქციაზე, მიყვავდა გადაცემა, უბრალოდ ვეღარ წავიყვანეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 7 საათთან იქ ვიყავით და სამწუხაროდ იმის გამო რომ ტექნიკურად ცუდად იყო ორგანიზებული აქცია, არ გვესმოდა რა ხდებოდა წინა რიგებში, პერიოდულად იყო ხოლმე ტაშის ყურა, ხედავდით რომ რაღაცა ტალღა ჰქონდა მცდელობა შესულიყო პარლამენტის ეზოში და შემდეგ ეს შესვლა თავდებოდა წარუმატებლობით, არ მომისმენია არც დამინახი ხართ იქ, არც ხმა გამიგია, მაგრამ როდესაც მოვედი სახლში და გადავავლე თვალი Facebook-ს, სულ ფიგურირებდა თქვენი გვარი, რომ მელიამ პროვოცირება მოახდინა ამ პარლამენტში შეჭრის. ვითხოვე კიდევაც, რომ კადრები მე არ მინახავს, ეს არც ერთი კადრი არ შევხვედრია ამის Facebook-ზე. მართლა მინდოდა საკუთარი თვალით მენახა რა ტიპის პროვოკაციაზე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც გაბრალებდნენ, რომ ახდენდით ხალხის მოტივირებას პარლამენტში შესაჭრელად. მანამდე პარლამენტიდან გამოაგდეს ხოჭორს მელია. მოგვიყევით, თქვენ თვითონ, რადგან კადრები არ არსებობს. რატო გაბრალებენ, მოკლედ გითხარით. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ თქვენ შორი ახლოს ტრიალებდა და ესმოდა, როგორ ლაპარაკობდით პარლამენტის შეჭრაზე, სულ ეს იყო, რაც მოვისმინეთ, ასე ვთქვათ, მტკიცებულებების სახით, თუმცა ეს რასაკვირველი არ არის. თქვენს დაბარებული ხართ ბატონიკა, ხო? ჯერჯერობით არა. არა, გამოაცხა დააბრიფინგეს, რომ თქვენს დაგიბარებთ. პეცი დაუკარგეს და თქვენს რომ დავიბარებთო, ანუ არ მახარეს დაუყოვნებლივ. ეკა, დიახ, მეც ვეცნობოდი, ხო? არაერთი ადამიანი წერდა იმას, რასაც წერდა და ანუ ჩვეულებრივი ის არგუმენტი მოდა, ნაცებმა გააფუჭეს ყველაფერი, ნაცებმა მოაწყვეტა. მაგრამ ძირითადად ხო გასაგებია, ძირითადად წერდნენ არა ოპოზიციის მხარდაჭერები და ამავე დროს ადამიანები, ვისაც აი პოლიტიკისგან დისტანცირება უნდათ, მაგრამ სიამოვნებაში ყველაზე მაგრად უნდათ პოლიტიკოსობა. Ну, кай, არ გვინდა ხამა. ხო, არა, ეს ადამიანები, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს ამბავი? აი, პარლამენტის შენობაში, უბულობაზე არ გაგვით, თქვენზე პარლამენტის, კი ბატონო, იმიტომ რომ ეხა ნაწილობით თქვენს კი არ ამბობ, გაუგია და დაიბარა. პარლამენტის შენობაში მე ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად და სხვადასხვა ადამიანებთან ერთად სტომათა დარბაზში და გავაკეთე არაერთი განცხადება მათ შორის თქვენ ეთერში, რომ სანამ კობახიძე არ გადადგება, აქცია არის კი ბატონო გარეთ რუსთაველზე, მაგრამ ჩვენ ვართ აქ სტომათა დარბაზში და აქ ვეღარ შემოვა კობახიძე. არც ვაპირებდი სიმართლე გითხრათ დანამდვილებით, არ ვაპირებდი გასვლას გარეთ. ასეთ გადაწყვეტილება მივიღე. მე ვადასტურებ, იმიტომ რომ შიგნიდან უნდა ჩამრთოდით და ასე შეთანხმება და მანამდე მქონდა, ნუ ყველა ეთერში ჩავერთე პრაქტიკულად, ხო, ეთერს ტელეკომპანიის და ტელეფონში უყურებდი რუსთავი 2-ის უწყვეტ ეთერს, რა დროსაც ვნახე, რომ თამარ ბაღაშვილი აღმოჩნდა შენობის შიგნით ძალდატანებით შემოგდებული ეზოდან შიგნით შემოაგდეს ბოდიშით, მაგრამ ეს ეპიტეტი უნდა ვიხმარო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ აღწერ და მისი ოპერატორი გააგდეს არათუ შენობიდან, არამედ ეზოდან. და ჩავედი და მოუწოდე იქ მყოფ ასე თქვა სპეცნაზელებს და თამარ ბაღაშვილი ჩავიდა ეზოში პარლამენტში, გადაიღო რა მობილიზაციას ჰქონდა ადგილი სპეცნაზისა და ამ დროს გააგდეს ოპერატორი და გთხოვე რომ კარები გააღეთე და შემოუშვით ოპერატორი გააღეს კარები და ვიფიქრე რომ ნუ გაუნათლათ და პარლამენტარობამ გაჭრა. გააღეს კარები და რა თქმა უნდა უყიდა მომაწვეს და მე გამაგდეს. მე პარლამენტის წევრი შენობიდან გამომაგდეს. და აპირებდი დაკავებას ვერ დამაკავეს, იმიტომ ხალხმა არ მისცა შესაძლებლობა და აღმოჩნდა ეხა ასე აქციაზე. შესვლისთანავე სანამ მივიდოდი ტრიბუნასთან, გულახდილად გეუბნებით, აი არ ხო არ ვიცოდი მე რეალური განწყობა რა ხდებოდა. ყოველი მეორე ადამიანი ეთქოდა რომ რამშვებით როდემდე უნდა ესე უნდა ვიდგეთ, გავრილოს თუ აქვს შესაძლებლობა იყოს შიგნით, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გარეთ და მე დავუსვი რიტორიკული შეკითხვა ჩემს სიტყვაში იქ დამსწრე, ასე თქვა საზოგადოებას. აქციაში მონაწილე პირებს. თუ რას ფიქრობდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ შვიდობიანად ხელება აწეულები შესულიყავთ არა შენობაში, არამედ შენობის ეზოში. და თუ კი არ გამოგვეხმაურებოდნენ კვლავ კობახიძესთან დაკავშირებით და 5 საათი აბსოლუტურად ყურკედელი დახვდა და არ გადადგებოდა, გავამძაფროთ პროტესტი და გადადგება კობახიძე და გამოვოთ. განცხადება გავაკეთე, არაფერი არ ხდებოდა ამასთან დაკავშირებით. ეს რომელ საათზე ხდებოდა თუ გახსოვთ? ეს ხდებოდა 8 საათზე.
ანუ ეს 8 საათი ანუ მე რო 11-ის წუთებზე როდის დაიწყო ეს ჩვენ ეთერში ვიყავით შეხლა შემოხლა დაიწყო დაახლოებით 11-ზე დაიწყო და ანუ 8 საათის შემდეგ თქვენ მსგავსი მოწოდებები ანუ მოწოდება თუ აქტივობა არ გაგიხორციელებია 1 საათი არა როგორ 1 საათი იქ ეხლა რიგითი მართაც იქ იყო გნებად ჩათხოვეთ რომ ყველა პოლიტიკოსი იყო ან ყველა რიგითი მოქალაქე იყო საქართველოს ერთი პრობლემის გარშემო გაერთიანებული და აგებებული ვინაიდან შეურაცხყოფილები იყვნენ ძალიან რა იქ ვერავის ვერ მართავდა ხახო იქ იყო დაუოკობელი სურვილი რომ კობახიზე დაგვანახეთ გადაყენებული მორჩა როგორც მინიმუმ მორჩა გათავდა ამ დროს მოულოდნელად დაიწყო შეხლა შემოხლა ნამიერისში თუ იღებდით მონაწილეობას მაშინ ასე დაგიცვალთ შეხლა შემოხლა დაიწყო მოულოდნელი და შეხლა შემოხლაში გულისხმობ რომ წინ წამოიწია მასა ჯებირები იქნა გადმოლახული და სანამ უშუალოდ პარლამენტის შესასვლელ კარებამდე მიხვიდოდი 10 მეტრი იყო დარჩენილი და იქ მიდიოდა ეს შეხლა შემოხლა ხო და მოდი რა იგივე შეკითხვა უნდა კითხო შენს გასაგებია ჩემთვის ეს იყო რეალობა და არც ნანობს სიმართლე გითხრათ რა გულახსნილი მოდით ეხლა რა ვარ ვიცვალ პირდაპირ რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი ხო გახსოვდეთ რომ ყველა სიტყვა შეიძლება იქნეს გამოყენებული გულახდილად არა მახსოვს ძალიან კარგად თქვით სიმართლე არის და ჩემთვის პარლამენტის შენობა აღარ არის ის პარლამენტის შენობას ვერ უწოდებ იმ შენობას სადაც გავრილოვი მოთავსდა იქ სადაც მოთავსდა და თუმცა რიგით მოქალაქეებს არ შეუძლია ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. მართა წარმოუდგენელი რამე მოხდა და ეხლა მე ასეთ ჩავთვალე საჭიროდ და გუშინვე გადაიყენებიათ კობახიძე მერწმუნეთ და დღეს მაღალი ალბათობით კაცშვილი რუსთავოზე არ იდგებოდა, მაგრამ თქვენ შეატყობთ ეხლა რომ 10%-ია საუბარი დღეს გავრილოვთან დაკავშირებით რუსთავოზე გამზირდა და 90% საუბრობს დარბევაზე, ხომ? გავრილოვი ვიღაც ახსოვს საერთოდ. სისხლის გუბეები დააყენეს, მაგრამ გუშინ ითქვა და მე მინდა გავახსენო საზოგადოებას, თუ როდის დაიწყო დარბევა და როდის ისროლეს პირველი ტყვია. 11-ის ჩვენ მოგვივიდა შეტყობინება რომ გახარიას და ბახტაძეს სურდა ჩვენთან შეხვედრა. მე გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულავა, მოკლედ გავეშურეთ შესასვლელთან, მანამდე დაგჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა ნახევარი საათი. რომ თქვენთან შეხვედრა ძალიან ნახევარი საათი შუამავალმა გვითხრა ტელეფონი. გასაგები. ნახევარი საათის განმავლობაში ვინაიდან გაწყდა იქ კაბელები ამ შეხლა შემოხლაში და დინამიკები არ ქონდა მეგაფონებით. ჩვენ ვეცადეთ რომ ხალხისთვის გაგვეგებებია, რატომ უნდა შევიდეთ. და კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ რომ ჩვენ შევსულიყავით მოლაპარაკებაზე. კატეგორიული დიდი თანხმობა მოგცესობა არა ხალხი იყო წინააღმდეგი რომ შევსულიყავით ხალხმაც მოგცა თანხმობა ხო და ნახევარი საათი დაგჭირდა გასაგებია ნახევარი საათი ავედით დავდექით პირველივე რიგთან ამ სპეცნაზელების ველოდებით ჩვენ უკვე რომ კორიდორს გააკეთებენ და შეგვიშვებენ სიტყვას არცეთ სიტყვას არ ხოჭარბეთ რა და მოულოდნელად რაღაცა ასე თქვა ალიაკოთი ატყდა ამ რიგებს შორის და ვიკითხე პირველივე სპეცნაზს კითხე რა ხდება მეთქი ხომშვიდობაა და არა როტაცია ხდება უნდა შევიცვალოთ და რა როტაცია ნიღბებს იკეთებდნენ ეს დავინახეთ და ნიღბები გაიკეთეს და მოიმარჯვა 4-5-მა სპეცნაზებმა პროვოცირება გაგიკეთეს რეალურად ჩვენ მივედით შესასვლელად შევდიოდით და ისროლეთ ეხლა გასაგებია უგულავას რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ რადგან თქვენ წინახაში აღმოჩდით შესვლის მოლოდინში ამ დროს დაიწყო შემოტევა ნუ ხო ეს ყველა საინტერესო ის არის რომ რანაირად თუ დამნაშავე კომენტია რატო იბარებდნენ მოლაპარაკებებზე რა თქმა უნდა ესეთი და ნიკა ეკა თუ ვინმე დამნაშავეა მართა ის ახლა ვის ახსოვს ის ვიღაც პატრულის პოლიციის სამსახურო პოლიციის თავმჯდომარის მოადგილე ვინც გამომაგდო ხო პარლამენტის წევრი მაგრამ ხახდო გახარიას მე მგონი არა აქ ის პოზიცია დღესო ვიღაცას იბარებდა როგორ განვითარდება ნიკა მოვლენები მითხარი როგორც მინიმუმ თეორიულ ჩანს ხედავ ქართულ ოცნების გადმოსახედიდან რომ ეს ვითარება ნორმალიზდეს და ხალხი ქუჩაში აღარ იდგეს და ისიც კაცმა არ იცის განუხლოდ თუ რა ვითარებას გახარია გადააყენონ ისიც თეორიული შანსია 100% დარწმუნებული ვარ გახარია გადადგება, მაგრამ უნდა გადადგეს. არა შინაგასაკუთრებული ფაქტია რომ ეგრევე არა მარტო შინაგასაკუთრებული მინისტრის თანამდებობიდან, იმ უშიშროების საბჭოს თანამდებობიდანაც თავმჯდომარის თანამდებობიდანაც უნდა გადადგეს და ვიცე-პრემიერის თანამდებობიდანაც. ისე არ მოხდეს ეხლა რომ შინაგასაკუთრებული მინისტრის პოსტი დაატოვებიონ და ის დატოვონ უშიშროების საბჭოს ასე თქვათ თავმჯდომარის პოსტი დაუტოვონ.
დამთავრებული არის ქართული ოცნების საქმე. რუსთაველის გამზირზე, ვისაც ტყვია და გაზი გაუსწრია, ხელისუფლებებს გულისხმობ, ყველა დამარცხებულა. ყველა ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე, ვისაც იქ ჩაუდენია ის რაც მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს, მართებულად, არამართებულად, დამარცხებულა ხახდო. ტყვიები მოხდა ხალხს არა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტო. ვერაზე მოხდა პეტრიაშვილის ქუჩაზე, რატომ უნდა ესროლო შენ? დევნის ოპერაცია იყო სინამდვილეში და დაშლის. ძალიან დიდი მადლობა. როგორ დასრულდება შენი აზრით ბიძინა ივანიშვილის ბედი რა იქნება ბოლოს? ძალიან ტრაგიკულად. აი მე ესე ვერ ხედავ და იმედი მაქვს. ნუ მე ხედავ ტრაგიკულად ვინაიდან კაცი როგორ ბიძინა ივანიშვილი ერთი სულ ხო ხედავთ რომ მილიარდები აქვს ადამიანს და პროცესებს მართავს ეხლა? რა მისე ჩარლის ფასი აქვს მილიარდებს უკვე გუშინ წინ ქონდა ფასი მილიარდებს დღეს ჩარლის ფასი აქვს და ეხა როგორ მდგომარეობაშია იცით აი ახალგაზრდობაში რომ დაფთვალა ადამიანი და უთქია გამომიყვანა ეხა ამ სიტუაციიდან და აღარ დავლებ მეორეჯი რა ეხლა ეგეთ მდგომარეობაშია ოღონდ აქედან გამოვიდე და მე ოღონდ მე რა ხდება მაინც რო სვამენ ხო იცით მე მეორეჯი რა აი მადლობა ნიკა სტუმრები ჩავთოთ მიტინგიდან უნდა დაგემშვიდობოთ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად